გამჯვა მეგობრებო, მე მქვია ერეკლი და დღეს ჩვენ ავაშენებთ 3-4-ს. ხო, აი, როგორც თქვენ დაინახეთ, მე უკვე აშენებული მაქვს აქ რაღაცეები, მაგრამ ბოლომდე მე არ დამისულებია, კიდევ ჯერ ძალიან ბევრი სამუშაოა და მაგიტომ მე ჩავთე კამერა, რომ გაჩვენოთ ეს ყველაფერი, როგორ ვაშენებ მაგ ყველაფერს. მაგარია მეგობრებო, არა? ბოში, კარგი, მოდი დავიწყოთ აშენება. მე უკვე მატერიალი მაქვს აი აქა ინვენტორში. აი უკვე მე რაღაცეები მიდევს მაგისთვის აქ სპეციალურად. აი ესა და აი ესე. და რა გვინდა ავაშენოთ საერთოდ დღეს? მე მინდა ავანო საწყობი აქა. იმიტომ რომ აქ 64-ში საწყობი არ არის. მოდი დავიწყოთ. ჯერ მე ადგილი გავაკეთო, სადაც საერთოდ იქნება ეს ყველაფერი. და მოდი დავიწყოთ. ვაშენებთ. აი აქაც იყოს. გავაგრძელოთ გაკეთება. აქაც დავდოთ, ეგებ აქ რაღაცა გვინდა რომ იყოს. ხო მართალია. და აქაც მაგიტომ იყოს ეს ბლოკები. ეგრე და მე ვნახოთ თუ ადგილი არ გვიყოფა გავაგრძელოთ და ეს მანამდე კარგია. აი ეგრე. ოღონდ მგონი ეს საწყობისთვის ცოტა პატარა ადგილია. თუ არა, კარგი ადგილია. ჩემი აზრით საკმარისი ადგილია ესა და მაგიტომ მოდი დავიწყოთ შენება. ოქროს ბლოკები დაგჭირდება კიდევ. სად დავკარგე? მაგას გადავძებ, ჯერ არ დაგჭირდება, რომ ერთი თავისუფალი სლოტი რომ გქონდეს. ესე იგი, აი იყოს აი აქ, აი ეგეთი რაღაცეები, ოქროსგან გაკეთებული. ეს ხომ აქედან არის გაკეთებული თუ აქედან? აბა ვნახოთ. გონი აქედან არის გაკეთებული, ხო? ხო, აი აქედანაა გაკეთებული და მოდი გავაკეთოთ. რამდენი ბლოკია? გამოვითვალოთ 1 2 3. 3 ბლოკია. გასაგებია. ეს აქ გჭირდება. აი ეს ბლოკი გჭირდება. წესით აი აქ უნდა იყოს უკვე კარები. აი ეგრე გავაკეთებ. აი ეგრე და გავაგრძელებ. და აქ ეგრე ოქროსი, რომ ლამაზად იყოს ყველაფერი. აქ რამდენი ბლოკი? 1 2 3 4 5 6 7 ბლოკი. გასაგებია. 1 2 3 4 5 6 7. ერთ ბლოკსაც მეტი შეიძლება გავაკეთო. ეს ზედმეტია. აი ეგრე. და ახლა აი ეგრე. აქ ოქრო უნდა იყოს.
აი ეგრე. გავაგრძელოთ. აი ეგრე. აგზილაკი. ესე იგი ეხლა კიდევ რა არის საჭირო? აუცილებლად გავუკეთოთ ჭერი. აი ეგრე. აქ მოდის გავუკეთო ჯვარი, როგორც ყველა სახლსია. აი აქ სადღაც. და უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ შიგნიდან რაღაცების კეთება. აი მგონი ამდენი შუქი საკმარისია. აბა ვნახოთ ეს როგორ გამოიყურება მზევიდან. ნორმალურად იყოს როგორც არის. და უკვე დროა დავიწყოთ შიგნიდან რაღაცეების კეთება, მაგარია. მოდი რაც არ გვჭირდება შევინახოთ, იმიტომ რომ ისევ ბევრი ნივთი უნდა გქონდეს. crafting table, ესა. ჯერმე ბევრ ჩესტებს დავდგავ. Ui. კიდევ მოდი რამე ნახატი იყოს ჩვენთან, ეგეთი მაგალითად. აი ეგეთი. ეგეთი. და აი აქაც მაგალითად. აი ეგ რომ ლამაზი იყოს. და ეხლა რაღაცეები ავიღოთ, რაც შეიძლება საწყობზე იტოს. მაგალითად ხმლები დაიმონდის. მაგისი. ყოველს აქვს ისა, რა ქვია იმას. სახში ოქროს ინსტრუმენტები, მაგრამ აქ მოდი იყოს ალმასის, უფრო კარგები. ნეზერაიტისგან მაინც არ გავაკეთებ. არბალეტი, ბულავა კიდევ მაგალითად. კარგი, მოდი ეს პირველ აი აქ ჩავალაგოთ. აი ეგრე. და კიდევ რა შეიძლება? კიდევ ჩავალაგოთ ბევრი ისრები. ეს აუცილებელია. კიდევ რა შეიძლება? მაგალითად რაღაცა საჭმელი, პური, ტორტი, პეჩენიები, ესა, ისა და ეს რაღაცა. მოდი ჩავალაგოთ.
აი ეგრე მეგობრებო, მე რაღაცები უკვე აქ დავალაგე. აი ეგრე. და ჩემი აზრით არ არის აუცილებელი რომ ეს ჩესტები შეავსოთ, იმიტომ რომ არ არის საჭირო რა, რაღაცა ჩესტები იყოს შევსებული, რაღაცეები არ იყოს. მაგარი იდეა და აქ აი ეგეთი. აი ეგრე. და crafting table-ებია აქ კიდევ და რაღა გამოვიდა, ჩვენ ავაშენებთ. კიდევ აქ რომ სტამები დავდგათ, მაგარი იქნება. აი ეგრე. და მივაწეროთ მაგსაც რომ ეს საწყობია. გამიყვანეთ. საწყობი. აი ეგრე. საწყობი მზად აქვს. ახლა მინდა კიდევ რაღაცა დეტალები გავამჯობეს აქ. რაღაცა შუქები დავამატო. და ეს რისგან მაქვს გაკეთებული ოქროსგან. კარგი იყოს ოქროსგან. და რატომაც არა ეს მეგობრებო. აი აქ დავაწყოთ შუქი. შუქი აი აქ კიდევ არის საჭირო. 4 ბლოკია. აი ეგრე. და ეგრე რაღაცნაირად მეგობრებო. კარგი მეგობრებო, მე ახლა ვიდეოს დავთავებ. არ დაგეჭირეთ ლაიქების დაცემა და ჩემი არხის გამოწერა. ყველას ნახვამდის.